ვირფასო სულო, დღეს ანგელოზებმა შენთვის განსაკუთრებული გზავნილი მოიტანეს. ის სწორედ ამ წამს მოვიდა, რადგან სამყარო მიცის, რომ შენ ახლა მისი მოსმენა გჭირდება. ცხოვრების ქარბუქში, იმ გაურკვევლობებს შორის, რომლებიც ზოგჯერ გვაშინებენ, და იმ გამოწვევებს შორის, რომლებიც დაძლევას შეუძლებლად გვეჩვენება, არსებობს ზეციური ხმა, რომელიც შენს გულში ჩურჩულებს. ნუ გეშინია, რადგან ღმერთი გამზადებს რაღაც დიადისთვის. ეს მხოლოდ ნუგეში არ არის. ეს არის ღრმა ჭეშმარიტება, რომელიც შენი არსების ყველაზე ინტიმურ ძარღვებში იგრძნობა. შეიგრძენი ამ აფირმაციის ენერგია, დაუშვი, რომ მან შეავსოს სხეულის ყოველი უჯრედი, გაფანტოს ეჭვისა და შფოთვის ყველა ჩრდილი. მანამ, სანამ ამ ღვთიურ გამოცხადებაში უფრო ღრმად ჩაუღრმავდებით, გთხოვოთ ერთი პატარა ჟესტი გააკეთო, რომელიც კიდევ უფრო გააძლიერებს ამ გზავნილის ენერგიას. დააჭირე მომწონს, რათა ეს შუქი უფრო მეტ იმედით მწყურვალე გულამდე მივიდეს. გამოიწერე არხი, რომ არ გამოგრჩე შემდეგი ზეციური გზავნილები, რომლებიც შენს დღეებს გაუნათებენ და გზას გაუკვალავენ. და ღია გულითა და შემღევებული სულით კომენტარებში დაწერე: მე ღია ვარ ანგელოზების გზავნილისთვის. ასე რომ მოიქცევი, არა მხოლოდ სამყაროს გამოუცხადებ შენს განზრახვას, არამედ კიდევ უფრო გააქტიურებ ანგელოზურ ენერგიას შენს ცხოვრებაში. შექმნი ვიბრაციულ ველს იმ კურთხევების მისაღებად, რომლებიც უკვე გზაშია. წარმოიდგინე ერთი წამით სამყაროს უსაზღვროება. ის უსასრულო გონიერება, რომელიც თითოეულ ვარსკვლავს, თითოეულ გალაქტიკას, შენი გულის ყოველ ცემას ახდენს. სწორედ ეს გონიერება, ეს უანგარო სიყვარული, ახლა თავის ყურადღებას შენზე ამახვილებს. ანგელოზები, ღვთიური მოციქულები, დაუღალავად შრომობენ კულისებში, გადაადგილებენ უხილავ ნაწილებს, რათა გამოვლინდეს იდეალური გეგმა შენი ცხოვრებისათვის. ისინი ხედავენ შენს ბრძოლას, შენს ცრემლებს, შენს ჩუმლოცვებს და ისინი გპასუხობენ დაპირებით. ახლანდელი გამოცდის პერიოდი მხოლოდ წინა სიტყვაობაა ახალი ეპოქისა, სიუხვის, მშვიდობისა და აღსრულებისათვის. ყოველი დაძლეული დაბრკოლება, ყოველი დაღვრილი ცრემლი, ყოველი მტკიცერწმენის წამი გალესავს, გაძლიერებს და გამზადებს იმ ნანატრი ძღლის მისაღებად, რომელიც შემოქმედს შენთვის შემონახული აქვს. ენდე პროცესს, მაშინაც კი როცა ხედვა ბუნდოვანია, მაშინაც კი როცა გზა გაურკვევლად ჩანს. რწმენა არის ხიდი, რომელიც შენს აწმყოს შენს დიდებულ მომავალს უკავშირებს. მიეცი ამ რწმენას უფლება, რომ იყოს შენი კომპასი, შენი ანკორი, შენი გზამკვლევის შუქი. ეს გზავნილი შეგახსენებს, რომ მარტო არ ხარ, ანგელოზთა ლეგიონი გარს გეხვევის, ისინი გიცავენ, გიძღვებიან და შენს გულში გამამხნევებელ სიტყვებს ჩურჩულებენ. ისინი შენი ოცნებების მცველები არიან, შენი ლოცვების მატარებლები ზეციური ტახტისკენ. შეიგრძენი მათი არსებობა, მათი სიყვარული ცავსე ენერგია, რომელიც თითეულიდან გადმოსდის. ისინი აქ არიან, რათა შეგახსენონ შენი თანდაყოლილი ღირებულება, შენი შინაგანი ძალა და ის უსაზღრო ძალაუფლება, რომელიც შენშია. ნუ დააკნინებ საკუთარ თავს, ნუ დაეჭვები, შენ შეგიძლია ნებისმიერი დაბრკოლების გადალახვა. შენ ხარ სინათლის არსება, ღვთიური ნაპერწკალი, რომელსაც ბრწყინვა ეწერია. გახსენი შენი გული ამ ჭეშმარიტებისთვის, მიეცი უფლება, რომ ის შენს სულში ფესვგადგეს და შენს ცხოვრებაში აყვავდეს. სამყარო შენს სასიკეთოდ მოქმედებს, ხოლო ანგელოზები არიან ღვთიური არქიტექტორები, რომლებიც გიწყობენ გზა შენი ამაღლებისკენ. მოემზადე, რადგან საუკეთესო ჯერ კიდევ წინ არის. იწამე, ენდე და მიიღო, ახლა შენი აყვავების დროა. ანგელოზები ამბობენ, შენ მზად ხარ სინათლის პორტალის გასავლელად. რთული ციკლი სრულდება და რაღაც უჩვეულო შენსკენ მოდის. ისინი გინდა რომ იცოდე, გარდაქმნის დრო უკვე დადგა. ნუ ებრძვი ცვლილებებს, ისინი ღვთიური გეგმის ნაწილია, რომელიც ცამს შენთვის მოამზადა. ეს არის ჭეშმარიტება, რომელიც საუკუნეების განმავლობაში ისმის, ზეციური მელოდია, რომელიც შენი არსების ყოველ ბოჭყოში რხევს იწვევს. გარდაქმნა ერთჯერადი მოვლენა კი არა, არამედ უწყვეტი პროცესი, კოსმიური ცეკვა იმისა, რაც იყავი, რაც ხარ და რაც გახდომა გიწერია. ანგელოზები თავიანთი საუკუნოვანი სიბრძნით აკვირდებიან შენს ყოველ ნაბიჯს, შენს მიერ გადალახულ ყველა გამოცდას, ყოველ ცრემლს და ჩურცულებენ. ყველაფერი დიდი ჩანაფიქრის ნაწილია, ღვთიური ნაქსოვის ძაგი, რომელიც საბოლოოდ სრულყოფილ სილამაზედ იქცევა.
ისინი ხედავენ შენს სულს, შენს არსს და იციან, რომ შენში თანდაყოლილი უნარია განახლების, მატერიალური სამყაროს შეზღუდულების გადალახვის. ტკივილი, დანაკარგი, იმედგაცრუება. ეს ყველაფერი მხოლოდ კატალიზატორებია შენი ზრდისთვის, საფეხურები შენი ევოლუციური გზისას. ნუ მიეჯაჯვები ცარსულს, მან თავისი მისია უკვე შეასრულა. გახსენი თავი ახალს, უსასრულო შესაძლებლობებს, რომლებიც შენ წინ იშლება. ანგელოზები გიხსნიან კარს ახალი თავისთვის შენ ცხოვრებაში. თავისთვის, რომელიც სავსე იქნება კურთხევებით, შესაძლებლობებით და ღვთიურთან ღრმა კავშირით. შეიგრძენი ამ ახალი ეტაპის ენერგია. მიეცი უფლება, რომ ის გარშემა შეგხვიოს, შთაგაგონოს და წინ წაქციოს. მიიღეთ ცვლილება სიმტკიცითა და რწმენით, რადგან სწორედ მასშია შენი ნამდვილი თავისუფლება. ისინი გინდა რომ გაიგო. გარდაქმნა მხოლოდ გარეგანი კი არა, პირველ რიგში შინაგანია. ეს არის ცნობიერების გამოღვიძება, შენი ვიბრაციის ამაღლება. ეს არის უნარი, დაინახოს სილამაზე ნაკლში, სინათლე სიბნელეში, იმედი უიმედობაში. ეს არის შეგნება, რომ ხარ უსაზღვრო არსება, უსასრულო პოტენციალით, რათა შექმნა ის რეალობა, რომელიც გსულს. ანგელოზები გიწვევენ, რომ გაუშვა ძველი ნიმუშები, შემზღუდველი რწმენები და ყველაფერი, რაც აღარ ემსახურება შენს უმაღლეს მიზანს. ისინი მოგიწოდებენ, რომ მიიღო შენი ნამდვილი არსი, შენი შინაგანი ღვთიურობა. მიეცი უფლება, რომ შენში მყოფმა ღვთიურმა სინათლემ ძლიერად იბრწყინოს, გაანათოს არა მხოლოდ შენი გზა, არამედ შენს გარშემო მყოფთა გზაც. შენ ხარ იმედის შუქურა, გარდაქმნის მსახური ამ სამყაროში. გახსოვდეს, რომ ყოველი გამოწვევა, რომელსაც შეხვდები, არის შენიღბული შესაძლებლობა, მოწოდება, რომ მიაღწიო შენ შინაგან ძალას და აღმოაჩინო რესურსები, რომელთა არსებობაც არც კი იცოდი. ანგელოზები შენს გვერდით განან, გთავაზობენ მხარდაჭერას, გზამკვლევობას და უსაზღვრო სიყვარულს. ისინი გიხსენებენ, რომ ღირსი ხარ ყველა იმ კურთხევის, რომელსაც სამყარო გთავაზობს. ნუ ეჭობ შენს ღირებულებაში, ნუ დააკნინებ საკუთარ თავს. შენ ხარ ღვთიური შედევრი, სიყვარულითა და მიზნით შექმნილი. იწამე საკუთარი თავი, შენი უნარი ნებისმიერი დაბრკოლების დაძლევის და შენი უმაღლესი ოცნებების განხორციელების. გარდაქმნა არის ნიჭი, შესაძლებლობა ხელახლა დაიბადო, დაუკავშირდე შენს ნამდვილ არსს და იცხოვრო სავსე და უხვის სიცოცხლით. მიეცი ანგელოზებს უფლება, რომ შენი ნაბიჯები წარმართონ, ენდე შენს ინტუიციას და დაუშვი, რომ გარდაქმნის მაგია შენს ცხოვრებაში მოხდეს. სამყარო შენს სასიკეთოდ მოქმედებს, ხოლო ანგელოზები არიან ამ ღვთიური შეთქმულების მაცნეები. გახსენი თავი მისაღებად, გასაზრდელად და გასაყვავებლად. ახლა შენი დროა ბრწყინავდე, გადააჭარბო და გახდე საკუთარი თავის უმაღლესი ვერსია. ენდე პროცესს, რადგან ის სრულყოფილი და ღვთიურია. ანგელოზები გთხოვენ, რომ ენდო. მაშინაც კი, როცა გეჩვენება, რომ ყველაფერი ინგრევა. გახსოვდეს, ისინი კულისებში მუშაობენ, აწყობენ ქავსატეხის ნაწილებს, რათა მოულოდნელი კურთხევა მოგიტანონ. და უფრო მეტიც, ისინი გთხოვენ, რომ ახლა ხმამაღლა წარმოთქვა. მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა. ეს დადასტურება არა მხოლოდ გესადაგება ღვთიურ გეგმას, არამედ ხსნის გზას, რომ სიუხვე უფრო სწრაფად მოვიდეს. ნდობა არის ზეციური სამეფოს ვალუტა, უხილავი ხიდი, რომელიც შენს სურვილს მის გამოვლენასთან აკავშირებს. გაურკვევლობის წუთებში, როცა ეჩვის ნისლით ცდილობს შენი ხედვა დაამძიმოს, ანგელოზები გიახლოვდებიან, ჩურჩულებენ გამამხნევებელ სიტყვებს და გახსენებენ. ყოველი გამოწვევა არის შესაძლებლობა. ყოველი დაბრკოლება ხიდი უფრო მაღალი ცნობიერებისა და აღსრულებისკენ. ისინი ხედავენ იქით, რასაც შენი ფიზიკური თვალები ხედავს, აცნობიერებენ იმ რთულ ქსოვილს, რომელიც შენს უმაღლეს სიკეთეს ემსახურება. ნუ იჩქარებ სასოწარკვეთას გარეგნული სურათის წინაშე, რადგან ის, რაც დასასრულივით ჩანს, შეიძლება მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულის დასაწყისი იყოს. სამყარო ციკლებით მოქმედებს და როგორც თლები ერთმანეთს ცვლიან, ასევე შენი ცხოვრებაც გადის თესვის, ზრდის, მოსავლისა და მოსვენების ფაზებს. ანგელოზები აქ არიან, რათა დაგარწმუნონ. მაშინაც კი, როცა შენი სულის ზამთარი ყველაზე მკაცრია, გაზაფხული უკვე გზაშია, მოაქვს ახალი ყვავილები, ახალი ნაყოფი და განახლებული იმედი. ისინი სინქრონულობებს აწყობენ, ადამიანებსა და გარემოებებს ამოძრავებენ, რათა ზუსტად ის მიიღო, რაც გჭირდება, ზუსტად საჭირო დროს. იცამე ღვთიური სიბრძნე,
რომელიც ყველაფერს ატარებს, კოსმიური გონიერება, რომელიც თითოეულ ვარსკვლავს მის ორბიტაში წარმართავს და შენი გულის ყოველცემას უძღვება. შენი რწმენა არის ის ძალა, რომელიც სამყაროს უბიძგებს, რომ უპასუხოს შენს ყველაზე ღრმა მისწრაფებებს. ნუ შეიზღუდავ საკუთარ ხედვას იმით, რასაც ახლა ხედავ, არამედ გააფართოვე იგი იმაზე, რაც შესაძლებელია, იმაზე, რაც უხილავ სამეფოებში შენთვის იქნება. ისინი გიწვევენ, რომ ივარჯიშო მინდობა. გაუშვა კონტროლი და დაუშვა, რომ სიცოცხლის ღვთიური დინება შენ წაგიწვეს. ფშფოთვა და შიში გავს ანკორებს, რომლებიც წარსულში გაკავებენ და წინსვლას გიშლიან. განთავისუფლდი ამ ბორკილებისგან, ენდე რომ ყოველი ნაპიჯისას ხარ მართული და დაცული. ანგელოზები არიან შენი მცველები, შენი მასწავლებლები, შენი ზეციური მეგობრები. ისინი მუდამზად არიან დაგეხმარონ, საკმარისია რომ სთხოვო. გახსენი შენი გული, ამაღლე შენი ვიბრაცია და მოეწყე უსაზღვრო სიყვარულის სიხშირეზე, რომელსაც ისინი ასხივებენ. შეიგრძენი ის სიმშვიდე, რომელიც მოდის იმ ცნობიდან, რომ შენ ხარ საყვარელი, მხარდაჭერილი და ღვთიურად მართული. ეს სიმშვიდი არის ნოყიერი ნიადაგი, სადაც შენი კურთხევები აყვალდება. როდესაც ანგელოზები გთხოვენ, ხმამაღლა გამოაცხადო, მე ვიღებ კურთხევებს, რომლებიც სამყარომ ჩემთვის მოამზადა, ისინი გასწავლიან თანაშექმნის ძალას. შენი სიტყვები არის თესლი, ხოლო სამყარო ბაღი, სადაც ისინი აღმოცენდებიან. როცა სიტყვიერად გამოხატავ მიღებას, სამყაროს უგზავნი ნათელ და ძლიერ გზავნილს, ასწორებ შენს ენერგიას იმ სიუხვესთან, რომელიც უკვე ღვთიური უფლებით გეკუთვნის. ეს არ არის თხოვნა, ეს არის მიღება. ეს არ არის ბრძოლა, ეს არის ნებართვა. კეთილდღეობა, ჯანმრთელობა, სიყვარული, სიხარული, ყველაფერი ეს უკვე შენთვის არის ხელმისაწვდომი. საკმარისია რომ გახსნა შენი გულიც და მკლავებიც მის მისაღებად. ენდე რომ სამყარო არის გულუხვი მომწოდებელი, ხოლო ანგელოზები ამ გულუხობის მაცნეები. ისინი გინდა რომ გაიგო. ნდობა არ არის შიშის არყოფნა, არამედ ის სიმამაცე, რომ წინ იარო მიუხედავად მისი. ეს არის სარწმუნოება, რომ ყველაზე ბნელ ღამეშიც კი გამთენიების სინათლე ყოველთვის მოვა. ანგელოზები არიან ამ სინათლის მატარებლები, იმედის ჩურჩულები სასოწარკვეთილებაში. ისინი გიხსენებენ, რომ შენ ხარ სინათლის არსება, რომელსაც შეუძლია ნებისმიერი ადვერსიტის გადალახვა და გამოწვევების ტრიუმფად ქცევა. მიეცი რწმენას უფლება, რომ იყოს შენი კომპასი, იმედი, შენი შუქურა, ნდობა, შენი ანკორი. შენ სწორ გზაზე ხარ და სამყარო შენს სასიკეთოდ მოქმედებს. იწამე, ენდე და მიიღო ის კურთხევები, რომლებიც შენზე იღვრება. ახლა შენი დღო აყვავდე, გადააჭარბო და გახდე შენი თავის უმაღლესი ვერსია. ენდე პროცესს, რადგან ის სრულყოფილი და ღვთიურია. იყავი კეთილი საკუთარ თავთან. აპატია შენი შეცდომები და იზეიმე შენი გამარჯვებები, თუნდაც მცირე ჩანდეს. ახლა არის დრო, დათესო ის, რაც ყველაზე მეტად გსურს. და ენდე, რომ ცა თითოეულ მათგანს რწყავს. შთაგონებული მოქმედება არ არის მძიმე ძალისხმევა, არამედ ნაზი დინება, ჰარმონიული ცეკვა სამყაროსთან ერთად. ანგელოზები, თავიანთი უსასრულო სიბრძნით, გვასწავლიან, რომ ნამდვილი ეფექტიანობა იმალება სიმსუბუქეში, კეთილგანწყობაში, საკუთარ თავთან თანამგრძნობაში. რამდენჯერ ზედმეტად ვაკრიტიკებთ საკუთარ თავს, ვსჯით წარსული შეცდომების გამო, ვუშლით გზას საკუთარ განვითარებას, რადგან გვეშინია კვლავ დავმარცხდეთ. ანგელოზები ჩურჩულებენ, გათავისუფლდი ამ თვითდასჯის ციხიდან. შენ ხარ მუდმივად ევოლუციაში მყოფი არსება და ყოველი ნაბიჯი, თუნდაც უმცირესი, პროგრესია. ისინი გვიწვევენ, რომ მივიღოთ არასრულყოფილება. გავაცნობიეროთ, რომ შეცდომები დასასრული კი არაა, არამედ ძვირფასი შესაძლებლობების სწავლებისა და ზრდისთვის. იზეიმე ყოველი მცირე გამარჯვება, ყოველი ინსაიტი, ყოველი ნათელი წამი, რადგან სწორედ ეს პატარა ტრიუმფები ასხამენ გზას დიდი მიღწევებისკენ. შენი სურვილების თესლის დათესვა მხოლოდ ოცნება კი არაა, ეს მოქმედებაა. თუმცა ეს მოქმედება უნდა იყოს ინტუიციით მართული, იმ ნაზი ანგელოზური ხმით, რომელიც შენს გულში ისმის. საქმე არ არის ძალდატანებაში, არამედ ნებართვაში, სივრცის გახსნაში, რათა ღვთიური გამოვლინდეს შენს მეშვეობით. ანგელოზები არიან ზეციური მებაღეები. ისინი რწყავენ შენს თესლებს უსაზღვრო სიკმარულით, ღვთიური სინათლით, გამოვლენის ენერგიით. ენდე რომ ღვთიური დრო სრულყოფილია და შენი თესლები აღმოცენდებიან სწორ წამში, ყველაზე ნოყიერ ნიადაგში. ნუ იდარდებ როგორზე, რადგან სამყარო თავისი უსასრულო სიბრძნით დეტალებზე თავად იზრუნებს.
შენი როლია რწმენის შენარჩუნება, განზარხვის სიცხადე და შთაგონებული მოქმედება. ისინი გამხნევებენ, რომ გადადგა პირველი ნაბიჯი, თუნდაც ის პატარა იყოს. ზოგჯერ ყველაზე დიდი დაბრკოლება არის დაწყების შიში. ანგელოზები გიხსენებენ. 1000 მილის გზა იწყება ერთი ნაბიჯით. ნუ დაელოდები სრულყოფილებას. ნუ დაელოდები, რომ ყველა პირობა ერთმანეთს დაემთხვეს. დაიწყე იქიდან, სადაც ხარ, იმით, რაც გაქვს. მოქმედება ბადებს სიცხადეს, ხოლო სიცხადე იზიდავს მეტ შთაგონებულ ქმედებას. დაუშვი, რომ შენი ინტუიცია იყოს შენი კომპასი, შენი გრძნობები, შენი მეგზური. თუ რამე მსუბუქად გეჩვენება, თუ რამე სიხარულს მოგანიჭებს, თუ რამე შენ სულთან თანხმობაშია, მაშინ ეს სწორ გზას ნიშნავს. ანგელოზები გაძლევენ ტაშს ყოველ ნაბიჯზე, ზეიმობენ ყოველ პატარა მიღწევას და თავიანთი უსაზღრო სიყვარულით წინ გწევენ. იყავი კეთილი საკუთარ თავთან, რადგან მოგზაურობა გრძელია და სწავლა უწყვეტი. იქნებიან დღეები, როცა ენერგია დაბალი იქნება, როცა ეჭვი შეეცდება შემოსვლას. ასეთ დროს ანგელოზები გიწვევენ, რომ საკუთარ თავში ჩაიხედო. დაუკავშირდე შენს ნამდვილ არსს და ენერგია ხელახლა შეივსო. ნუ იგრძნო ბრალს იმის გამო, რომ პაუზები გჭირდება, ან შინაგანი ჩაღრმავების დრო გჭირდება. თვითზრუნვა არის შთაგონებული მოქმედების ფორმა. გზა, რომ პატივისცე წმიდა ტაძარს, რომელიც შენი სხეული და სულია. დაუშვი, რომ იყო ადამიანი, შენი ყველა ფერითა და ყველა სისუსტით, რადგან სწორედ შენი ნამდვილობაში იმალება შენი უდიდესი ძალა. ანგელოზები გახსენებენ, რომ შენ ხარ შენი რეალობის თანაშემოქმედი. შენი სიტყვები, შენი აზრები, შენი ემოციები და შენი მოქმედებები ეს ის ინსტრუმენტებია, რომლითაც შენ ქმნის საკუთარ ბედი. გამოიყენე ისინი სიბრძნით, განზრახვითა და სიყვარულით. წარმოიდგინე, რომ შენი ოცნებები უკვე რეალობად იქცა. იგრძენი სიხარული თითქოს უკვე მიაღწიე მათ. მადლიერება არის ძლიერი მაგნიტი მეტი კურთხევისთვის. მადლობა გადაუხადე ყველაფრისთვის, რაც უკვე გაქვს და ყველაფრისთვის, რაც გზაშია. მადლიერება ზრდის შენს ვიბრაციას და გაწყობს უხვების სიხშირეზე. ანგელოზები გასწავლიან, რომ იცოვრო მადლიერებაში, მიღებაში, ნდობაში. ეს არის გზა ნამდვილი თავისუფლებისკენ, ნამდვილი მიღწევისკენ. ენდე პროცესს, რადგან ის სრულყოფილი და ღვთიურია. გჯეროდე საკუთარი თავის, შენი შესაძლებლობის, რომ შექმნა შენი ოცნებების ცხოვრება. ანგელოზები შენს გვერდით არიან. ისინი მიმართულებას გაძლევენ ყოველ ნაბიჯზე, ანათებენ გზას. შენ ხარ საყვარელი, შენ ხარ მხარდაჭერილი, შენ ხარ ღვთიურად მართული. დაუშვი, რომ შთაგონებულმა მოქმედებმა მიგიყვანოს შენს დიდებულ ბედის წერამდე. ისინი გთხოვენ, რომ არასოდეს დაივიწყო, შენ უსაზღროდ ხარ საყვარელი. დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს. გაუზიარეს გზავნილი ადამიანს, ვინც გიყვარს. შეიძლება სწორედ ეს სჭირდებოდეს მას ამ წამს. არ დაგავიწოდეს, მოიწონო ეს ვიდეო და გამოიწერო არხი, რათა მიიღო ზეციური გზავნილები, რომლებიც დაგიძღვებიან ყოველდღიურ ცხოვრებაში. ანგელოზებმა ბოლოს დაგიტოვეს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჭეშმარიტება შენს გულში. შენ ხარ ღვთიური სიყვარულის გამოვლინება, წმინდა ნაპერწყალის შექმნისგან. არაფერი შეგიძლია გააკეთო, რომ ეს სიყვარული შეამწირო ან გაზარდო. ის უბრალოდ არის, უპირობო და მარადიული. დაუშვი, რომ ეს ჭეშმარიტება დაფესვიანდეს შენ სულში და გაფანტოს ყველა ეჭვი თუ არასაკმარისობის გრძნობა. შენ ხარ ღირსი ყველა კურთხევის, ყველა სიხარულის, ყველა მშვიდობის, რასაც სამყარო გთავაზობს. ამ კავშირის დასამოწმებლად ზეციურ სამყაროსთან და მეტი კურთხევის მისაღებად შენს ცხოვრებაში გიწევ, რომ გააკეთო ძლიერი განცხადება. გულით გახსნილი და სულით მზადყოფნაში დაწერე კომენტარებში. მე ვენდობი ანგელოზებს და ვიღებ მათ კურთხევებს. ამის გაკეთებით შენ არა მხოლოდ ამაგრებ რწმენას, არამედ აგზავნი მადლიერებისა და მიღების ვიბრაციას სამყაროში და ხსნი კარს მეტი სასწაულისთვის. იგრძენი ამ სიტყვების ენერგია. დაუშვი, რომ იგი გაიჟღეროს შენს ყოველი უჯრედში და შექმნას მაგნიტური ველი ღვთიური უხბობისთვის. თუ ამ გზავნილმა შეგეხო გულში,
თუ მან სინათლე და იმედი შემოიტანა შენს დღეში, გაუზიარე ის. გაიფიქრე იმაზე, ვის უყვარხარ, ვინ შეიძლება ახლა საჭიროებდეს ამ სიტყვებს. გაუზიარე ეს გზავნილი მას, რადგან შეიძლება ეს იყოს ზუსტად ის, რასაც ის ელოდება. ის სინათლე, რომელსაც შენ უზიარებ, მრავლდება. როცა ავრცელებ სიყვარულისა და იმედის გზავნილს, შენ ხდები ღვთიური კურთხევების არხი, მშვიდობისა და გარდაქმნის იარაღი. არ დაგავიწყდეს მოიწონო ეს ვიდეო. ყოველი მოწონება არის ნდობის ნიშანი ანგელოზური გზავნილების ძალაში და სიგნალი, რომ მზად ხარ მიიღო მეტი. ასევე გამოიწერე არხი, რათა არ გამოტოვა არც ერთი ახალი ზეციური გზავნილი, რომელიც გაანათებს შენს გზას და განამტკიცებს შენს რწმენას. ჩვენ ერთად უმოგზაურობთ ამ გზაზე და ანგელოზები მუდამ ჩვენს გვერდით არიან, ჩურჩულებენ სიყვარულს, იმედსა და გამხნევებას. იყოს ანგელოზთა მშვიდობა შენთან, დივაინ სიყვარულმა აავსოს შენი გული და ზეციურმა სიბრძნემ წარმართოს შენი ნაბიჯები. შევხვდებით შემდეგ ზეციურ გზავნილში, სადაც ერთად უფრო ღრმად შევეხებით სულიერებას და უფრო მეტად დაუკავშირდებით შიგნით მცხოვრებ სინათლეს. ანგელოზებმა განაგრძონ შენი კურთხევა მშვიდობით, სიყვარულით და უსასრულო წყალობით. ენდე, იწამე და მიიღე. შენ ხარ საყვარელი, შენ ხარ მართული, შენ ხარ კურთხეული. ასია და ასე იქნება.